მოგესალმებით მეგობრებო, hope you are doing all great because we deserve it, bitch. So, ეს ჩემი მეორე ვლოგია ჰორმონულ თერაპიასთან დაკავშირებით და აქ ვისაუბრებ ძირითად საკითხებზე. კურსის დაწყებიდან დაახლოებით 5 თვეში უკვე საგრძნობლად შემიცვალა კუნთის მასა სხეულზე, თითქოს განახევრდა და ამავდროულად ენერგიას გამინახევრდა და ხშირ შემთხვევაში ცოტა უძლურად ვგრძნობ თავს, მაგრამ ამას დადებითი მხარე აქვს ჩემთვის, იმიტომ რომ ყოველთვის ენერგიული ვიყავი და ენერგიული ხალხს ვარ, მაგრამ მანამდე უფრო მეტი იმდენი ენერგია მქონდა, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და როცა ბევრი ენერგია მქონდა, ჩემს მეგობრებს, დეიდას, ბებიას ავიტატებდით, ვატრიალებდი, ესე ვთამაშობდით. ენერგია მქონდა, უნდა დამეხარჯა. და ეხა ძალიან დავბალანსდი. მე უკვე შემიძლია რომ დავიცვა და მოვისვენო. და სულ რამე არ ვაკეთო, მანამდე სულ რამის კეთება მინდოდა, უნდა მემუშავა, უნდა რამე გამეკეთებინა, go workouts, go work, go walk. რამე უნდა გამეკეთებინა, ვერ ვჩერდებოდი, ვერ ვისვენ, სულ რაღაც არ მასვენებდა, ალბათ ეს ენერგია იყო თუ ჩემთვისადმი უკმაყოფილება არ ვიცი, არ მასვენებდა და ამ ყველაფერმა დამაბალანსა. კურსის დაწყებიდან 3 თვეში საგრძნობლად ჩემი კანი დარბილდა, ცხიმიანობა შემიმცირდა სახეზე, მკლიან სხეულზე და უფრო ნაზი და ბარხატოვანია ჩემი კანი. მანამდე ძალიან კარგი კანის ტექსტურა მქონდა, იმიტომ რომ მე წყალს ძალიან სწორად და დოზირებულად ვიღებ. ამიტომ ეს წყალი hydration-ს უკეთებს ჩემს სხეულს და მეხმარება, რომ კარგი კანი მქონდა. მკერდის ზრდა კურსის დაწყებიდან უკვე შემეტყო 3 თვეში, საგრძნობლად შეიტყობოდა 3 თვეში და უკვე წელიწადია რაც ჰორმონების კურსზე ვარ, თერაპიაზე და შედეგი შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ. ალბათ ერთ სომამდე ვერ ვართ, მაგრამ მშვენივრად არის. თერაპიის დაწყებიდან 2 თვეში უკვე ჩემო სხეულმა შეწყვიტა სპერმის წარმოება, თეთრი ფერი აღარ ქონდა, უკვე როგორც წყალი ისე გამოიყურებოდა და დღეს უკვე ჩვეულებრივად წყალებით არის ჩემი სპერმა. ზოგი ადამიანის შემთხვევაში სასქესო ორგანის დისფუნქციაც არის ხოლმე, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ძალიან ძლიერი და ჯანსაღი გამომაეც გახოთ. To be honest, ესეთ არ ვიყენებ მე ამას, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ისევ მყარად და სარფიანად შეუძლია მე მსახუროს, არ ვამსახურებინებ და არ ვამუშავებ თუ არა. ვისაც გინდათ მაგალითად არის ადამიანები, ვისაც უნდა სასქესო ორგანოს გამოყენება, რაც არ უნდა ცვლილებები მოახდინონ თავიანთ გარეგნობაზე, ხო და ამიტომ ეს ყველა შემთხვევაში არის, ყველას кейსი არის განსხვავებული. ცხიმის გადანაწილება მოხდა საგრძნობლად, მე პირადად ყოველთვის მქონდა საჯდომი ძალიან ესე ლამაზად და გამყოფილად, მაგრამ ეს იყო კუნთი. და ეხლა უკვე ცხიმი საჯდომზე გადმომინაწილდა და უფრო ისეთი გულის ფორმა. მომატებით არ ვიმატებ, იმიტომ რომ ზოგადად ღამით არ ვჭამ, ძალიან ბევრ ხილს ვიღებ და ტკბილი მიყვარს, მაგრამ ესე მხოლოდ ტკბილით არ ვიმატებ და ამიტომ ესე ცხიმი დიდად არ მაქვს, მაგრამ ჰორმონალურ თერაპიას ის ადებითი აქვს, რომ მკერდში მოდის ყველანაირი ცხიმი, ცხიმის უდიდესი ნაწილი და ქვევით ჰიპს ამ არეაში გადანაწილდა. ხარჯები. მე ბელგიაში ვცხოვრობ და აქ საბედნიეროდ almost everything is paid. 95% დაფინანსებადია. მაგალითად ახლა ინექცია ვიყიდე, ბლოკატორის ინექცია 290 евро ღირს და მე რა გადავიხადე? არაფერი. ჰორმონის გელს ვყიდულობ 25 евро ღირს და ვიხდი 4 ევროს, რომელიც ერთი თვე მყოფნის, almost nothing. Even if I have to pay everything, it's worth it because ჰორმონები არის ჩემი აზრით, კი,
ოპერაციებს გავიკეთებთ, სილიკონს შავიკავთ, ყველგან სადაც გვინდა ფილერები, ის, მაგრამ ჰორმონი ბუნებრივ აურას, ბუნებრივ ნაკვთებს, ბუნებრივ ენერგიებს, ბუნებრივ ცვლილებებს გაძლევს, რასაც ვერ ვყიდულობთ. ამას უბრალოდ უნდა დრო. და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება ყველა ტრანსისთვის, ვინც ჰორმონებზე ცოტა ყოყმანობს და ვთქვათ არ სურთ ჰორმონების კურსი, იმიტომ რომ როგორც თვითონ ამბობენ, ეს აგიჟებს და ინსეკიურიტებს უქმნის. ჯობია რომ ამ ინსეკიურიტებზე და ამ ემოციებზე თერაპევტთან ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ყველაფერი მოდის აქედან, ყველაფრის კონტროლი შეგვიძლია. უბრალოდ აქედან ჰორმონების გამომუშავებას ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ შეიძლება შესაძლებელია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ მოხერხებულა, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, ეს ჩვენი აზრები რო ვაკონტროლოთ, რასაც ქაოსს გვიწვევს, შეგვიძლია ჩვენ რომ ეს ვაკონტროლოთ. ჰორმონი თავის საქმეს გააკეთებს, ჩვენ აზრებს ვაკონტროლებთ და всё. ამაში მე თერაპევტი ძალიან მეხმარება. 4 წელი აქვს რაც პერსონალური თერაპევტი მყავს და შეუფასებელია მათი შრომა ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე თუ დღეს დაძაბვის გარეშე ვსუნთქავ, დაძაბვის გარეშე გარეთ გავდივარ, მე თუ დღეს დაძაბვის გარეშე ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია ჩემი თავი წარვადგინო და ვიყო ისე, როგორც ვიმსახურებ ყოფას, როგორც სხვა ადამიანი და როგორც ნებისმიერი სულიერი თუ არასულიერი აქ ყველა ვიმსახურებთ ყოფნას. თან ოღონდ ჩვეულებრივად ყოფნას არა. თავდაჯერებულად და აი ესე. მე თუ ამას ვახერხებ დღეს, ეს არის ჩემი თერაპევტის დამსახურება და ჩემი დამსახურება. ეხლა აქ მიწერია ხანდახან ძალიან სულად ვგრძნობ თავს და ამასთან დაკავშირებით დავწერე. იმდენად მძიმეა ეს ყველაფერი გასამკლავებლად, არ ვუსწორებ თვალს რეალობას. გაყინული ვარ შინაგანად და ჩემს სკაფანდრში მინდა გამოკეტვა. მაქვს ასეთი დღეები ხანდახან, მაგრამ ასეთი დღეები რატომ მაქვს ვიცით, როცა პროგრესირებას ვწყვეტ. მაგალითად, ჩემი ყოველდღიური პროგრესი შემიძლია ვთქვა, რომ არის წავიდე იოგაზე, ვიკვებო ჯანსაღად, მივიღო წყალი სწორად. Knowledge is a power. რამე ახალი შევისწავლო. ამას თუ ერთი დღეც თუ ჩამისდა, რომ ეს არ გავაკეთე, ერთი დღეც რომ პროდუქტიულად არ გამოვიყენო, ეს შიში ცხოვრების მოდის, რაც მივიღე, ეს შიში მეხმარება მე უკვე რომ არ შევჩერდე და სულ დრაივში ვიყო და ეს ძალიან კარგია. ეს უკვე დავასკვენი ჩემს თავში, რომ როცა უპროგრესირდები და როცა კარგს ვაკეთებ ჩემი თავისთვის, ყველანაირი ეს არის კარგს კი ვიცი ვინ არის, რა არის, ანუ ჩემთან ახლოს არ არის. მთელი ტრანსფორმაციის პერიოდი ლანა დელ რეის სიმღერებთან ერთად გადამაქვს. ყველაზე მეტად მისი მელოდიები ერგება ჩემს ახლანდელობას. სამწუხაროდ უცნაური შეყვარებულები რომ მყავდა, მაშინ ვსმენდი ლანას. ვაი. ნარა, რეალურად ძალიან კარგი ბიჭები მყავდა, მაგრამ ჩემთვის მე რა სტანდარტებიც მაქვს და რასაც მე ვიმსახურებ, იმასთან შედარებით ის ბიჭები უცნაურები იყვნენ, იმიტომ რომ წელს ამოგზაუროთ არ წავედი, არც მაქვს სურვილი, იმიტომ რომ ყველაზე დიდ და საინტერესო მოგზაურობას ახლა ჩემში გავდივარ. ამ ზაფხულს არსად არ ყოფილვარ, პატარ-პატარა ტრიპებს ვაკეთებდი ქვეყნის შიგნით, მაგრამ ქვეყნის გარეთ არსად არ გავსულარ, იმიტომ რომ იმდენად შეგრძნება მაქვს, რომ მოგზაურობა ჩემშივე აქვე ხდებოდა, იმდენად საინტერესოა. მე მაგალითად როცა გავაანალიზე, რომ რამდენად მშვენიერი ვარ თუ ის ვინც ვარ, როცა გავაანალიზე, რომ რამდენად სიყვარული ვარ ჩემთვის, რამდენად შეუფასებელი ქმნილება ვარ, დიდი შრომა მაქვს ჩემში ჩადებული, ვუყვარ ღმერთს და სამყაროს
სამყაროს ცდილობს რომ მე ბედნიერი ვიყო, იმიტომ რომ სამყაროს არ უნდა უბედური ადამიანები. რაში უნდა? ანუ ეხლა წარმოიდგინეთ, რომ სახლი მაქვს და სახლში ვინმე შემოუშვი, ვაცხოვრებ ჩემთან გადაწყვეტით ჩემ გადაწყვეტილებით. მე მინდა ეხლა ეს უბედური იყოს ის რამე, ან ძაღლი, ან ადამიანი რამე, მე ხო მინდა ის რაც ჩემში არის, ჩემს სივრცეში არის, ჩემ რასაც მე იმაში რაც არის, მე მინდა ხო ის ბედნიერი იყოს და კარგად იყოს და ყველანაირად ხო შევუწყობ ხელ. სამყაროში ხო შემოვედი, სამყარო ხო აქ დედამიწაზე შემოგვიშვა. დედამიწას ჩვენ ვუნდივართ, რომ ბედნიერები ვიყოთ და ყველაფერში გვიწყობს ხელს. თუ რამე გვინდა და არ გამოდის, არ იჯავროთ ბევრი, არ იჯავროთ, იმიტომ რომ რაღაც უკეთესი ჩვენ შეიძლება ეს გვინდა, მაგრამ აი ეს არის ჩვენთვის განკუთვნილი და გეგმაში არის უფრო დიდი. ამიტომ რამე თუ არ გამოვიდა, დამშვიდით, წადით ხილი მიირთვით, წყალი დალიეთ, თაფლი, ნიგოსი, რამე ჯანმრთელობისთვის კარგი და არა საშინელი საჭმელები. აუცილებლად გააკეთებთ ისეთ რამეს, რაც წარმატებას და ბედნიერებას და უფრო კარგ ხარისხს მოგცემთ, რასაც ეს ამ პატარა რაღაცა შეიძლება მოეწოთ თქვენთვის. ძალიან დიდ ძალას ფლობთ ადამიანები. არა აქვს მნიშვნელობა ტრანსი ხარ, შვანსი ხარ, სტრეითი ხარ, მეითი ხარ, გეი, ბეი. არა მნიშვნელობა აქვს რა ვართ. ზოგადად ეს მიყარ არის label. ყველა ადამიანი ვართ ერთნაირი. ძალიან ბევრი საერთო გვაქვს. შეიძლება აღმოაჩინოთ ისეთივე insecurity ადამიანი, რომელიც არის ტრანსი და ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი cis woman. ჩვენ როცა მივაგნებთ იმ ძალას და დავიჯერებთ ჩვენს ძალაში, თუ რამ ხელად ძალას ვფლობთ ენერგიულად, მაშინ ყველაფერი აი ესა. არანაირი პრობლემა, არანაირი შიში. ყველაფერი გაიქარწყლება, იმიტომ რომ ჩვენ რაზეც ვფიქრობთ მაგალითად გავდივარ გარეთ და ყურადღება არ მინდა რომ მივიქციო. როცა გვეშინია იმ ყურადღების მიქცევის, აი ყველა იმაზე ვართ მოტივირებული, რომ შეხვდეთ ვინმე ხო არ გიყურებს, ვინმე ხო არის რაღაცა ეს, ვინმე არ მეკითხავს. იცი რა, ადამიანები ზოგადად ერთმანეთს უყურებენ. აი მეც უყურებ სხვას. მაგალითად ერთ ქალს ვაკვირდებოდი, ვუყურებდი ქალს, რომელსაც ბალენსიაგას ჩანთა ეჭირა და მომწონდა. მე იმას პიროვნულად კი არ ვასკანერებდი და იმ ქალზე კი არ ვფიქრობდი, რომ მაინტერესებდა ახლა ის ქალი. ვუყურებდი ჩანთას. აი და ადამიანი ვინმე თუ გიყურებს, მაგალითად არ ნიშნავს იმას, რომ ის გასკანერებს პიროვნულად გიცნობს ვინ ხარ, რა ხარ, რაღაცნაირად ანუ კრიტიკას გიკეთებს, არა მაგრამ თუნდაც კრიტიკა გაგიკეთოს, მე რა. ანუ ხელშეუხებლები ვართ. ის ადამიანი თუ ამას აკეთებს და ამას ამჟღავნებს, ის ამჟღავნებს საკუთარ თავს, თუ რამდენად ცხოველურ ინსტინქტებზეა დასული. მე მაგალითად ზოგ ადამიანად და პიროვნებად არ აღვიქვამ. იმიტომ რომ იმდენად დაბლა არიან და იმდენად არანაირ ადამიანს, რომელსაც არ აქვს პატივისცემა ადამიანისადმი. ადამიანი, რომელიც გიყურებს და იმას თუ გული აქვს და იმას თუ სიყვარული აქვს შიგნით ადამიანისადმი, ის რო გიყურებს, რომ აი შენ შეიძლება ტრანსი ხარ და აი ასეთ მსოფლიოში შენ შეიძლება რაღაც პონჩი ანუ უკომფორტოდ იყო რა და ის რომ კიდე შეურაცხყოფის გაყენებს და დისკომფორტს გიქმნის, ეს ადამიანი ძალიან უკან არის ცხოვრებაში და ძალიან დაბალზეა. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ მე ვთქვათ აგრესიას განვსვი. I'm so sorry about these people actually. ზოგადად ადამიანებს აღიზიანებს შენში, რაც თავიანთში აქვს და ვერ ამჟღავნებენ. ეხლა მაგალითად წარმოიდგინეთ ბედნიერი ადამიანი, რომელიც კომფორტშია საკუთარ თავთან, კომფორტშია ადამიანებთან ვინც ყავთ round. ის ძალიან კომფორტულადაა და შეიძლება ვაფშე ვფიქრობდეს, რომ რაიმე რასაშინელება ეს ტრანსობა და სქესის შესვლა და ზოგადად ჰომოფობური ისენი ქონდეს, მაგრამ ის არ იტყვის, ძალიან კლასნად არის და ძალიან ჩვეულებრივად არის. ნებისმიერ ადამიანთან და ასეთი ადამიანები ის ამ შეურაცხყოფას გაყენებენ, ანუ ძაღლები, ქუჩის ძაღლები. ხო რა ვიცით, ყურადღებას
ანუ ზოგადად როგორ გინდა ძაღლი რო გიყებს, ხო არ მიხვალ და ხო არ დაუწყებ შენც ესე, ანუ ეს უნდა უწყებ გიყბენს. ხო და წარმოიდგინეთ ესენი არიან ქუჩის მაწანწალა ძაღლები. ქუჩის მაწანწალა ძაღლს უნდა გაიარო, ანუ პიროვნულადაც არ უნდა მიყო, იმას არ ვამბობ რომ დაბლოკე და ვაიმე არაფერი არ ვქონდა. ანუ მე ვამბობ რომ აქ არ უნდა მიიღო, ანუ აქ არ უნდა მიიღო ზოგადად, აქ დაბლოკე და მე სამყარო მოაგვარებს ყველაფერს ნებილად. პროსტიტუცია თუ შეგვიძლია ვაკეთოთ და ამაში თუ შეგვიძლია ენერგია, დრო და ყველაფერი ჩავდოთ. რატო არ შეგვიძლია რომ მილიონერები ვიყოთ? რატო არ შეგვიძლია რომ წარმატებული ბიური არტისტები ვიყოთ? რატო არ შეგვიძლია რომ წარმატებული ადვოკატები ვიყოთ? შესაძლებელია. ის ადგილი არ გაძლევს, ის ქვეყანა არ გაძლევს იმის შესაძლებლობას თუ როგორ გინდა რომ გამოამშღავნო შენი თავი, შეიცვალე ადგილი. წადი ევროპაში, წადი ამერიკაში. რამე გააკეთე და თუ ვერ მიდიხარ ჯერ, შეგიძლია ზუსტად იმ ადგილზევე შენი თავი ფიდინგი გაუკეთო და მისე ის განათლება არის ზალა. აი, განათლებული როცა ხარ და აი აქ რო ფლობ სიმძიმეს, კარები იღება ჩვეულებრივად. კარები იღება, opportunities მოდის, ბევრი შესაძლებლობა მოდის. შევიცადეთ რომ განმანათლოთ ჩვენი თავი, ვიყოთ ძლიერები, ესე ხელი სამოსაკრავები რო არ ვიყავთ. მე პირადად ძალიან დიდი ტრავმა მაქვს სკოლასთან დაკავშირებით, პატარაობაში და წიგნი, ანუ 22 წლის ვარ და მე ჯერჯერობით ერთი წიგნი არ მაქვს დანაკითხი. იმიტომ რომ წიგნი ჩემთვის არის ტრავმა. ერთ გვერდს თუ წავიკითხავ, მაქვს უკვე შფოთვები. იმიტომ რომ პატარაობაში როცა ცელქობდი და როცა ვაფუჭებდი, დედა ჩემი სულ ჩემი დასჯა იყო, წადისაბა იმეცადინე. წადისაბა წიგნი წაიკითხე, ხო და ანუ ჩემი დასასჯელი საგანი იყო წიგნი და მეცადინებოდა და დაჯდომა და რამის ესე ამასთან ურთიერთობა და იმდენად კარგი, აი და ვიმუშაო ჯანსაღზე რომ წიგნის კითხვა შევიყვარდეს. წიგნის კითხვა გვაძლევს კონცენტრაციის უნარს, წიგნის კითხვა უფრო ახლანდელ დროში გვაფრუნებს. წიგნის კითხვა გვაძლევს მეტ განათლებას. ჩვენი უფრო კარგი მეტყველების უნარი. ზოგადად მე წიგნს ვთხოვს და მაინც დაფრინავენ, მაგრამ მე ჯერა და ვიცი რომ რაღაც პატარ-პატარ ექსპერიენსები მაქვს, რაღაცები მაქვს დანაკითხი, როცა წამიკითხავს, უფრო სტაბილურობა მეგვსნია აქ. ამიტომ შევეცდები არა, ვიმუშავებ იმაზე, რომ წიგნის კითხვა შევიყვარო და ვიკითხო წიგნი. და ბოლო, confidence baby, აი confidence, თავდაჯერებულობა უნდა გქონდეს. Even if თუ არ გაქვს თავდაჯერებული თუ არ ხარ, აი წარმოიდგინე რომ თავდაჯერებული ხარ. წარმოიდგინე რომ შეგიძლია ჩვეულებრივად შეხვიდე კაფეში, მარტო დაჯდე, შეუკვეთო ყავა და ისიამოვნო შენ თავთან. წარმოიდგინე და დაიჯერე, კი არ წარმოიდგინე, დაიჯერე რომ ლამაზი, მშვენიერი, ძლევამოსილი, საოცარი ქმნილება ხარ. ვინმეს ქმნის გარეშე, კომპლიმენტის გარეშე და ვინმეს აღნიშნის გარეშე შეიგრძენი ეს სილამაზე შენში. ეს არის თავდაჯერებულობა, ეს არის კონფიდენსი. გაიარე ქუჩაში თავდაჯერებულობად. მე არ გულისხმობ იმას, რომ ქუჩაში მაგარა რაღაცა, მე ვარ ვინც ვარ. თავდაჯერებულობა არის კომფორტში იყო შენს თავთან. Even თუ ზიხარ მოკონტული, ხანდახან მოკონტული ესე ზევარ ხარ, ზოგადად მე ხარ ბეჭიანად, გასწორებული ეს მაქვს, ესე ვარ ხოლმე. მაგრამ ხანდახან ესე თუ ზიარეს არ ნიშნავს, რომ არ ვარ თავდაჯერებული. მოკონტული და მოწყენილიც თავდაჯერებული ვარ. აი ესეც თავდაჯერებული ვარ, ვინც ვარ თავდაჯერებული ვარ, იმიტომ რომ მე ვარ რა ასეც მეორეს ვერ ნახავ თავსოფლიოში, ანუ მეორე მეს ვერ ნახავ და მე თუ ნახავ, მე ვარ ვინც ვარ. და მინდა გითხრათ, რომ მარტო მე არ ვარ ესე, ანუ შენც ეგრე ხარ და ყველა ესე ვართ. საოცარი ვარ. ხანდახან კარგია ეს სამწუხარო რომ გადავაცილოთ. რაც უფრო მშიერია კუჭი, მით უფრო მშიერია ტვინი
პროგრესისთვის. ამიტომ ცოტა აშიმშილეთ თქვენი კუჭი და აშიმშილეთ წვინიც, რომ პროგრესირდეთ. ეხლა გავაკეთებ მე სმუზს ვიღებ ყოველდღიურად. მოდი, გადავიღებ სმუზის გაკეთებასაც. Let's go make my smoothie. ამისთვის დაგჭირდება ბლენდერი, ბლუბერი, მოცვი და მარწყვი. 2 ცალი მარწყვი დამჭირია, მაგრამ კანელა დარიჩენი მიყვარს. Oat milk-ისგან შოკოლადის რძე. გრანოლა. ცოტა მეცეს დავამატებ, იმიტომ რომ ხა მე მშიერი ვარ. გაგიკვირდებათ და კვერცხი. ცოტაოდენი ყურძენიც, and that's it. ცოტა ბევრი გამოვიდა, მაგრამ არა უშავს. განაცვალე ახლა. ნიგოზი გამავიწყდა. ეს ყველაფერი ავბლენდე 10-15 წუთის განმავლობაში, იმიტომ რომ ძალიან ისე გლონტი და ის ჟელატინით მასა მინდოდა რომ გამოსულიყო და ხალხო სასწაულია. Salut. Zangaia. Vlogში ცოტა ინგლისური სიტყვები გამოვიყენე და რეალურად მინდა რომ უფრო მეტი ინგლისური სიტყვების გამოვიყენე, იმიტომ რომ ძველ თაობას არ მინდა რომ ვიდეოები ნახოს და ინგლისურად ხოლმე ვერ ფიქრობენ და ამიტომ თუ ოკეი არის თქვენთვის დამიწერეთ კომენტარებში და შემდეგ ვიდეოებში უფრო მეტ ინგლისურ სიტყვებს გამოვიყენებ და უფრო კარგი იქნება ჩვენთვისაც practice. Get my point, yeah? Okay, მიყვარხართ. გისურვებთ ფულს, წარმატებას, შინაგან ზრდაში, კარიერაში, ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში, სიყვარულს და იგონიეთ მადლიერება. Gratitude is the key for everything. ღმერთი შეგხედავს, რომ ბედნიერი ხარ, იმას მეტი უნდა რომ გაგკეთოს. ანუ ვინმე ადამიანი რამის გაგკეთებს და შეგხედავს, რომ წარ მოგეწონოს, დაანახე მადლიერება. იმ ადამიანს უნდა რომ მეტი გაგიკეთოს. ეხლა როგორ გავახარო? ესე არის რა მადლიერების გრძნობა უნდა შევისწავლოთ კარგად და გამოვიმუშაოთ. თუ როგორ ვიყოთ მადლიერი ამისთვისაც და ამისთვისაც.